რაი გულისხმობა ერთდროულ მმართველობაში. გულისხმობა ის, რომ ბიზნესმა შეიძლება ნებისმიერი პოლიციელი მოხსნას, ნებისმიერი პროკურორი მოხსნას, შეუძლია ნებისმიერი დეპუტატი გადააყენოს, როცა უნდა მოხსნას პრემიერი. ამ ქვეყანაში არის არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეუძლებელია, რომ ბიზნესმა ვერ მიიღოს. ანუ არ არსებობს არც ერთი ბიზნესისგან დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელიც თავისით მოძრაობს. თეორიულად ეროვნული ბანკი არის მაგალითად დამოუკიდებელი ორგანო. მაგრამ არავის ქვეყანაში არ დაიჯერებს, რომ ბიზნესს რომ თურნავასგან რამე დაჭერდეს, თურნავა ეთქვეს, რომ არა, შენ საერთოდ ვინ ხარო? მე შენ რატომ უნდა გელაპარაკო? მე აქ დამოუკიდებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვარ და რასაც მინდა იმას ვაკეთებ. ასეა კონსტიტუციაში. არავის აზრად არ მოუვა დაუშვას, რომ ასეთი საუბარი შეიძლება შედგეს. არავის აზრად არ მოუვა, რომ სასამართლოში, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია ფორმალური გაგებით დანარჩენი ხელისუფლებისგან, შეიძლება პროცესი დაიწყოს ბიზნესის წინააღმდეგ მაგალითად, ბიზნესის რომ მოუნდეს უთხრას ვინმეს, მურუსლიძეს პირობითად, ასექენიან, ისექენია, იმან თქვას, რომ ეს როგორ მაკადრიო, საერთოდ რატომ დამელაპარაკე. მე ხომ მოსამართლე ვარ, მე ხო სამართლიანობას ვიცავ. არც მინდა შენი დანახვაო, ჩვენ დამოუკიდებელი მოსამართლეები ვართ. და ასე ყველაფერი დანარჩენზე. მასშტაბებელიც კი სადღაც რეგიონში შეიძლება ბიზნესმა მოხსნას.